ამ პირველის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ემსახურება ერთ მიზანს. კიდევ უფრო გაძლიერდეს საზოგადოებრივი სოლიდარობა, პასუხისგებლობა და სათანადოდ დაფასდეს ჩვენი დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების თავდადება და ღვაწლი. ბატონებო, თქვენი შეუპოვრობა და სულიერი სიმტკიცე ემსახურებს არა მხოლოდ მადლიერებას, არამედ ქმედით ხარდაჭერას ყველა ეტაპზე. იქნება ეს რეაბილიტაცია, პროფესიული განვითარება თუ საზოგადოებაში სრულფასოვანი ჩართულობა. თავდაცვის ძალებში მრავლად გვაქვს მაგალითები ჩვენი თანამებრძოლების საქმერო საქმეების შესახებ, ვინც თავგაწირვით იბრძოლა სამშობლოსათვის საერთაშორისო მშვიდობის დასაცავად და თანამებრძოლთა მხარდასაჭერად. ჩვენ ვამაყობთ საქმერო ისტორიებით, რომლებიც ჩვენი გვერი ჯარისკაცების მიერ დაიწერა და გადაეცემა მომავალ თაობებს. თავდაცვის ძალების სახელით მინდა პატივისცემა გამოვხატო ყველა დაჭრილი მებრძოლის მიმართ. ბატონო ჯარისკაცები, ჩვენ ვაფასებთ თქვენს მიერ ბრძოლაში გამოვლენილ მამაცობას და იმ თავგაწინვას, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის და ჯანმრთელობის ფასად მიუძღვეით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლას, ასევე საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფას. თქვენს მიერ გაღებული მსხვერპლი ფასდაუდებელია და მინდა გჯეროდეთ, რომ ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ ქვეყნის წინაშე გაღებული ამაგის დაფასებისათვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს დაჭრილთა ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრს დღევანდელი მონაწილეობით და არა მარტო დღევანდელი მონაწილეობით, რა თქმა უნდა, ყოველწლიურად საფუძველი ჩაეყარა დღევანდელ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს და ამ კვირეულს ზოგადად სპორტული აქტივობა თითოეულ ჩვენგანს მნიშვნელოვანია, რომ უფრო ძლიერები ვიყოთ, რა თქმა უნდა.